შეგიძლიათ აქცია დაარქვათ. შეგიძლიათ აქცია დაარქვათ. გიორგი პერანიძე მოვიდა გიორგი პერანიძე სამსახურში? არავინ არ მოსულა. ჯერ არავინ არ მოსულა, ხო? რატო არ ახლა ბავშვი მენტით გამოუშვება. აი საბადონეს მინეგიტო უფროსი რო ის მოვადარი რო ისა. კარგით. პირდაპირ ეთერში გავდივართ ახლა რომ იცოდეთ და კითხვებით მოვედით და დაველოდებით როდის მოვა სამსახურში. მოვა მაგასაც დავინახავთ. ხო, ნახოთ მოვა თუ არ მოვა. არა, და რამიზას რა? დაველოდოთ, როდის შემოვლენ ადამიანები. ჩვენი მაყურებლები. მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვერთდით, ან ცოტა ხანში შემოგვერთდებით. ხედავთ ალბათ წარწერას, ვართ ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და ბათუმელების ორი ჟურნალისტი ვართ. იმის მანენა ქველიაშვილი ლაივი მიმყავს, ხოლო ლელა დუმბაძე დგას კითხვებით. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სამწუხაროდ არაერთი მცდელობის მიუხედავად მიგვეღო ამ კითხვებზე პასუხი, გაჩვენებთ სხვა კითხვებსაც, რა კითხვებით მოვედით აქ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. ყველა ჩვენი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური არც ცემს ამ კითხვებს პასუხს, დავურეკეთ პრესამსახურს, აქ აქციას მოვაწყვეთ, მოვედით, მაგრამ სამწუხაროდ სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დუმს. ამიტომ დღეს დილით გადავწყვეტეთ, რომ აი 10 საათზე იწყება ამ უწყების სამუშაო დღე და დაველოდოთ აქ მათ თანამშრომლებს, დაველოდოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის აჭარაგურის ხელმძღვანელს და პირადად ვკითხოთ, ამ პირდაპირ ეთერში თქვენთან ერთად დაველოდებით და ვნახოთ რა პასუხებს გაგვცემენ. დღეს მე-20 დღეა, რაც მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში შიმშილობს. უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. ეს არის გზავნილი თუ რატომ შიმშილობს მზია ამაღლობელი. და ეს არის მისი გზავნილი საზოგადოებისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეს თემა აღელვებს. რა მოხდა? 11-12 იანვარს მზია ამაღლობელი დააკავეს ორჯერ. პირველად დააკავეს პლაკატის გაკვისთვის, არაერთ ხელმოვყევით ეს ისტორია, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვყვებით. იმ ღამით 11 იანვარს მზია ამაღლობელი იყო მე-10 დააკავებული და მის დააკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება. პოლიცია აბსოლუტურად უკანონოდ აკავებდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს გამორჩევით, მანამდე 50 დღის განმავლობაში, ვინც ასე ვთქვათ, ვინც ჰყავდათ მონიშნული და ამ მონიშნებს პოლიცია ყოველი საპროტესტო აქციის დროს აკეთებს. ყველა ის ადამიანი დააკავეს, შეიძლება ასე ითქვას, 10 ადამიანი დააკავეს იმ ღამით. და მე-10 იყო მზია ამაღლობელი დააკავეს იმ მომენტში, როდესაც საპროტესტო შინაარსის შემცველი პლაკატი. უფრო სწორად, ინფორმაციული პლაკატი გააკრა, იფიცება საქართველო, ასე ეწერა ამ პლაკატზე. თქვენ იცით, რომ 15 იანვარს საქართველოში იყო გაფიცვა, 3 საათის განმავლობაში იყო რიგი ობიექტები, ადამიანები, დასაქმებულები გაფიცულები და სწორედ ამ შინაარსის პლაკატი გააკრა 11 იანვარს მზიამ, როცა ის პირადად დააკავა გრიგოლ ბესელიამ. როდესაც მზია გამოვიდა,
ქალები გამოუშვეს შემდეგ და უკვე მეორედ დააკავა პოლიციამ მას შემდეგ რაც ჯერ მოუწყვეს პროვოკაცია დაუკავეს სრულიად 7 და წყნარ ვითარებაში 2 ახლობელი, ხოლო შემდეგ მოხდა ის სილის გაწვნის მომენტი იყო და ახლა მზე ამაღლობელი არის საპატიმროში. 14 იანვარს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არ მქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვიტა მზე ამაღლობელის ბედი ფორმალურად გადაწყვიტა შეიძლება ასე ითქვას და მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა 13 იანვარს საღამოს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ჯერ და უკვე დამნაშავედ გამოაცხადა მზე ამაღლობელი, ხოლო კახი კალაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მოძალადე პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და გასაგები იყო უკვე სახელისუფლებო ვერტიკალის თუ შეიძლება ასე ითქვას გადაწყვეტილება რა განაჩენს გამოიტანდა მოსამართლე. რატომ ვართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან? ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ კადრში და რომელიც ამობეჭდილი უჭირავს ჩვენს ჟურნალისტ ლელა დუმბაძეს, ეს არის რატომ არ ენიჭება მზე ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი. მეორე კითხვა ეს არის რატომ არ უჩერდება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება. ასევე სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვცდილობთ ამ კითხვების დასმას, რომ რაიმე ფორმით მაინც მივიღოთ პასუხი, როდის დაიწყებთ გამოძიებას ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზე ამაღლობელის მიმართ არა ადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავს არიდებს ამას და დაიწყეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, რაც არის ძალიან მსუბუქი იმასთან შედარებით, რეალურად რაც ჩაიდინა ირაკლი დგებუაძემ და ირაკლი დგებუაძემ ჩაიდინა შემდეგი რამ მზე ამაღლობელმა ეს მოუყვა ადვოკატებს, ვინც ამ თემას ადევნებთ თვალს, ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ როდესაც მზე ამაღლობელი მეორედ დააკავეს და შეიყვანეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, ირაკლი დგებუაძე მისკენ იწევდა საცემად. თუმცა ირაკლი დგებუაძეს აკავებდნენ იქ მყოფი სხვა პოლიციელები და ერთ-ერთი ასეთი მოქმედების დროს, როდესაც ისევ გაიწია მზე ამაღლობელის საცემად და მისმა თანამშრომელმა პოლიციელებმა არ გაუშვეს, სახეში შეაფურთხა დაკავებულ ქალს. შემდეგ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს არ მისცეს, დაკავებულ ადამიანს არ მისცეს წყლის დალევის საშუალება, წარმოუდგენელი, უხეში, უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ და ასევე არ მისცეს საშუალება ესარგებლა საპირპარეშოთი. ეს ყველაფერი არის კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური მოპყრობა და სწორედ ამიტომ ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზე ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე. კითხვები, რომელსაც თქვენ ახლა უწყობთ, მე ვსაუბრობ, ხოლო კადრში ხედავთ კითხვებს, რომელი კითხვებიც დაისმება იქამდე, სანამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ დაიწყებს ერთი შესაბამისი მუხლით გამოძიებას, შესაბამისად არ დააკვალიფიცირებს ირაკლი დგებუაძის ქმედებას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არის მეორე შეკითხვა, რატომ არ უჩერდება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება. ჩვენ რას ვითხოვთ? ბათუმელების ჟურნალისტები, ჩვენ ვრჩებით ეთიკურები და ჩვენ კანონის ფარგლებში ვითხოვთ, ჩვენ არ ვითხოვთ იქ არც ირაკლი დგებუაძის გადადგომას, დასჯას ან ასე შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანუ მათივე თანამშრომლის ქმედება გამოიძიოს და
ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება ამ გამოძიების დასრულებამდე. გამოიძიონ მისი ქმედება, დაკითხონ იქ მოწმე პოლიციელები, დაკითხონ ადამიანები, რომლებიც იმ ღამეს ყავდათ დაკავებული და რომლებიც ყვებიან წარმოუდგენელ სისასტიკეზე. ლელა დუმბაძის რესპონდენტი იყო მალხაზ ირემაძე, რეჟისორი, რომელიც იმ ღამით დააკავეს და რომელიც სცემეს და მე ახლა ლელას ვთხოვ. ლელა, ჩვენს ვებგვერდზე ამ ვიდეოს პოვნა შესაძლებელია და მოყოლებელი ალბათ მე უკვე მოусმენს, მაგრამ მანამდე მინდა გთხოვო, გაიხსენო, რას ყვება მალხაზ ირემაძე, როგორ ექცეოდნენ მას პოლიციის შენობაში და როგორ ექცეოდა კონკრეტულად ირაკლი დგებუაძე. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ვინც ახლა თვალს ადევნებს ჩვენს ჩართვას. რა თქმა უნდა, მალხაზ ირემაძე, როდესაც გაათავისუფლეს ამ წინასწარი დაკავებიდან თუ დროებით იყო მე მგონი 10 დღე, ხო? ჩვენ მას ჩამოვართვით ინტერვიუ და ის საუბრობდა სწორედ იმ სასტიკ მოპყრობაზე, რომელიც მასზე განახორციელა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ. ის ამბობდა, რომ რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე დაკავების შემდეგ და რაღაც მომენტში აღარც კი მახსოვდაო, იმიტომ რომ გავითიშეო და შემდეგ სხვა მიყვებოდა, იქ იყო მოპირდაპირე საკანში, ასე რომ ვთქვათ, ციალა ქათამიძე დაკავებული, რომელსაც ესმოდა ეს ხმები, ირემაძეზე ზემოქმედების ხმები ესმოდა და მან შენიშნა, რომ მალხაზ ირემაძე დაკარგა აი ამ კედელზე თავის მირტყმების შედეგად გონება რაღაც მომენტებში. ცხადია, ეს არის სისასტიკე, ეს არის არაადამიანური მოპყრობა და გარდა იმისა, რომ მასე ფიზიკურად იძალა და ხო დაკავებულ ადამიანზე. აი უშვერი სიტყვებით კაცი ვარ და აი ამ ხნის განმავლობაში მსგავსი გინება არ გამიგიაო, ასე ამბობდა მალხაზი ჩვენთან ინტერვიუში. აი ასეთი უშვერი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით აგინებდა პირადად მას, მის ოჯახის წევრებს, გვარს, როგორც მან თქვა და შემდეგ ერთ-ერთ პოლიციელს ეუბნებოდა, რომ ირაკლი დგებუაძეს ჩვენი გვარის გინება არ შეარჩინოო ხუმრობით, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ჩვენთან მალხაზ ირემაძემ ისაუბრა დაკავებული მედროშის შესახებაც, მასთან ერთად დააკავეს ეს ადამიანი და მან თქვა, რომ აი არაადამიანურად, როგორი არაადამიანურად მოეპყრენ თემურ ქათამაძესაც. მასე იზალადეს ფიზიკურადაც, მუცელში ჩაარტყეს ფეხი, როგორც ვიცი და ხელით სცემდნენ, ფიზიკურად სცემდნენ ამ ადამიანს, შეეხნენ, რაც ცხადია სისასტიკეა. გარდა იმისა, რომ მან ზიამაღლობელის მიმართ გამოიჩინა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ის სხვა დაკავებულებსაც ასეთი სისასტიკით ექცევა. ამიტომ თვითონ სპეციალურ სამსახურს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა. მისი რეპუტაციის ამბავი არ არის, როდესაც ასეთი მოძალადე პოლიციის უფროსი ყავს სისტემაში? თუ მუნდირიო რო ლაპარაკობენ, პოლიციის მუნდირიო. პოლიციის მუნდირი და სახელმწიფო თუ ასე ადარდებთ და თუ მართლა რეალურად იცავენ ამ მუნდირს. ამ მუნდირს ვინც შეურაცხყოფს და სახელს უტეხს. ამ თემით არ უნდა დაინტერესდნენ? ჩვენამდე მათ უნდა დასვან ეს კითხვები, რომ ვინ ყავთ სისტემაში, როგორი ადამიანები წარმოადგენენ პოლიციას, რომელიც რეალურად უნდა იყოს ადამიანის უფლებების დამცველი. აქციაზე გამოსული პოლიციელი იმას უნდა იცავდეს, რომ ხელი არ შეუშალონ დემონსტრანტებს თავიანთი უფლებების დაცვაში, თავიანთი მოქმედებების განხორციელებაში და არა იმიტომ, რომ დაესხნენ მათ თავს ყაჩაღებივით და ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცემონ და აგინონ. ეს არ არის პოლიციის მოვალეობა. პოლიცია უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი და ესენი არიან არეულობის შემომტანი მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ეს არ არის პოლიციის ვალდებულება, მათი უფლებამოსილება და ვფიქრობ, რომ თუ უნდათ მართლა რეალურად ამ სისტემის გაჯანსაღება, აი ამ თემებით უნდა დაინტერესდნენ, თავად უნდა დასვან კითხვები, რომ ვინ ძალადობს მათ სისტემაში, ვინ შეურაცხყოფს, ვინ ანგრევს და ვინ აყენებს მათ რეპუტაციულ ზიანს და აი ამ კითხვებს უნდა გასცენ პასუხი. თუ მათ არ უნდათ ამ კითხვების დასმა, ჩვენ ვსვამთ და გვიპასუხონ ამ კითხვებზე. ეს არის აუცილებელი, თუ მართლა უნდათ, რომ პოლიციის რეპუტაცია გადარჩეს ამ ქვეყანაში, რომელიც შერყეულია და ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები მას უკვე მილიციას უწოდებენ და ეს უნდა იყოს პირველ რიგში მათთვის შეურაცხყოფელი, რომ შენი ქვეყნის მოქალაქემ არ დაგიძახოს მილიცია, რომელიც ქვია, ვიცით, ვისაც ქვია, ხო? მოძალადე პუტინის რეჟიმის დამცველ სისტემას.
საუბრობდა ლელა დუმბაძე და მე აქვე მინდა გავიხსენო მედროშე, რომელიც 15 დღეს უკვე მე-15 დღეა, რაც ბათუმის აქციების მედროშე შიმშილობს. ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საემიგრაციო დროებითი მოთავსების იზოლატორში და ელოდება სასამართლოს ბათუმელი მედროშე დააკავეს აქციაზე. როგორც მან ჩვენთვის ბათუმელებისთვის გამოგზავნილ წერილში მოგწერა, გაშლილი ხელისგულებით ურტყამდნენ და კონკრეტულად ირაკლი გებუაძე მონაწილეობდა მის ცემაში და როდესაც ის მან 5 დღე გაატარა თუ არ ვცდები იზოლატორში და როდესაც გამოვიდა იზოლატორიდან სენაკში გაატარა ეს დრო, ის მეორედ დააპატიმრეს და მას ის მეორედ დააპატიმრეს და 3 თვიანი პატიმრობა აქვს, ასე ვთქვათ, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მის დეპორტაციას გიგმავს, როგორც ჩანს სახელმწიფო ეს ეჭვი არსებობს. თუმცა დაზუსტებით რამის თქმა რთულია. გაჩვენებთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც დღის 10 საათზე იწყებს მუშაობას. ჯერჯერობით აქ მხოლოდ დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ და ველოდებით, როდის მოვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ან გამომძიებლები, ან ვინმე რომ ვკითხოთ, ეს არის კითხვები, რომელი კითხვებიც გვაქვს მათთან მიმართებაში, ასევე ეს არის კითხვა, რომელიც ასევე ლელასაც უჭირავს და მეც კიდევ გაჩვენებთ, მთავარი კითხვა არის და გვჭირდება პასუხი აი ამ კითხვაზე. მე ახლა შევამოწმებ საათს, რომელი საათია? 10 უკლია 12 წუთი. ჯერჯერობით არავინ არ მოსულა სამსახურში, ნახოთ დააგვიანებენ, არ დააგვიანებენ თუ რას იზამენ. ძალიან საინტერესოა. მე მგონი საზოგადოებას ასევე უნდა შევახსენოთ, რომ ზიამაყრელი მე-20 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ ძიმეა. როგორც ადვოკატებმა გუშინ გითხრეს, მან ვერ მოახერხა უკვე ადვოკატებთან შეხვედრა, დასუსტებულია მისი ორგანიზმი და მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს თუ ჯერ კიდე ადარდებს ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე, თუნდაც ერთი ადამიანის, ვფიქრობ, რომ ყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს ამაზე და მზიამაღლობელიც რომ დაზარალებულად და დროულად დაიწყოს გამოძიება და როგორც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მაღალი რანგის დიპლომატებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მისცეს რეკომენდაცია, რომ ის დანაშაული დაუშვათ, რის გამოც უპირებენ მზიამაღლობელს გასამართლებას, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და აი ეს ქმედება არანაირად არ იმსახურებს მის პატიმრობაში დატოვებას და მოუწოდეს, რომ მზიამაღლობელი დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული პატიმრობიდან და ვფიქრობ, რომ ზოგადად უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება. რაიმე ჰუმანიზმის ნატამალი შემორჩა აი ამ სისტემას. მე კითხვებს დავამატებ, აქ გამოვიყენებ მეორე მხარეს, აი ფანჯრის მინას. გეტყვით, რომ ეს არც საწებავი, არც არაფერი, ამაზეც რამე პრობლემა არ იყოს. ეს არის ჩვეულებრივი ფურცელი, რომელზეც არის კითხვები ამობეჭდილი და როდესაც სამსახურში მოვა ბატონი გიორგი მოსულია სამსახურში. მოკაცრავად, ბატონი გიორგი მოვიდა სამსახურში ჯერ თუ არა? არა, ბატონო, მანქანას არა. არა, კი, ანუ გიორგი პერანიძე ჯერჯერობით სამსახურში არ არის მოსული. 10 წუთი აქვთ კიდევ, რომ არ დააგვიანონ სახელმწიფო სამსახურში თანამშრომლებმა. მანამდე აი ამ კითხვებს მოგცემთ საშუალებას, რომ ზუსტად აღიქვათ რა წერია ამ კითხვებზე. უბრალოდ რას ვეკითხებით? რა კითხვებით მოვედით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მე-20 დღე დაიწყო, რაც მზიამაღლობელი ციხეში შიმშილობს. ჩვენ ვართ ახლა მაზნიაშვილის ქუჩაზე, ამ ქუჩის თავში ახლოს არის საკონსტიტუციო სასამართლო დააჭარის მთავრობის სახლი, სადაც მოგვიანებით გადავალთ და გაჩვენებთ იქაც არსებულ სიტუაციას. გაშლილია კარბები და იქ მყოფი მოქალაქეები ითხოვენ მზიამაღლობელის გათავისუფლებას.
არა მარტო მზია ამაღლობელის თან აქვე უნდა იცქვას ბეძინა ივანიშვილის რეჟიმს ჰყავს დაპატიმრებული 53 ადამიანი და ამ ადამიანების დაკავებაც და მათი პატიმრობაც არის იმდენად დიდი უსამართლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები მარშებს მართავენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ბათუმელი სტუდენტი, 19 წლის სტუდენტი ზვია ცეცხლაძე ასევე არის დაკავებული აბსოლუტურად წარმოუდგენელი და აბსურდული ბრალდებით. სახელმწიფო გადატრიალებას ედავებიან 19 წლის სტუდენტს და ორგანიზებას უბრალოდ ამ ყველაფრის ასევე ანრიკა კაბაძე მუსიკოსი და პიანისტი ყავთ დაპატიმრებული და ბათუმელი მედროშე, ბათუმის აქციების მედროშე, რომელიც შიმშილობს ციხეში. უბრალოდ დროებითი მოთავსების იზოლატორშია ამჟამად. ვართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, ჯერჯერობით აქ თანამშრომლები არ მოსულან, მოვედით კითხვებით და ველოდებით. იმედი მაქვს 10 საათზე მოვლენ და არ დააგვიანებენ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ამ შენობას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს და წესით ეს არის კარი, გაჩვენებთ, ეს არის კარი, სადაც სპეციალური სააშთა სისტემა აქვს, სააშვის სისტემა, ანუ სამწუხაროდ აირეკლავს და კარგად ვერ გაჩვენებთ და აქედან უნდა შევიდნენ აუცილებლად თანამშრომლები, თუმცა ჯერჯერობით სამსახურში არავინ არ მოსულა. მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს კითხვები. შიმშილობის მე-20 დღეა დღეს მზია ამაღლობელი, რაც შიმშილობს 20 დღეა და მთავარი კითხვა არის, რატომ არ ენიჭება მზია ამაღლობელს დააზარალებული სტატუსი? რატომ არ უჩერდება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება? აი ეს კითხვა კონკრეტულად არის ამ სამსახურის მთლიან ქვეყნის მასშტაბით სამსახურს, ვინც ხელმძღვანელობს კარლო კაციტაძე და ამ კითხვას ყოველთვის დავსვამთ, რატომ არ გამოიძიეთ ბატონო კარლო საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები? არაერთი ფაქტი იყო, რომელიც ჯერ არ გამოგიძიებიათ. ჩვენ ყველა ვნახეთ ლელა გახსოვს ალბათ როგორ დაესხნენ, როგორ სასტიკად დაესხნენ თავს პირდაპირ ეთერში მუშაობისას გურამ როგავას და თან დაესხა სავარაუდოდ ან პოლიციელი ან სპეცრაზმელი, იმიტომ რომ ფორმა ეცვა ამ ადამიანს. ჩვენ ვნახეთ როგორ დაესხნენ თავს პირდაპირ ეთერში მუშაობისას მაკა ჩიხლაძეს და როგორ სასტიკად სცემეს გიორგი შეწირული. ამას გარდა ადამიანების ვინაობა არის ჟურნალისტური ვინც შედგა ხო შეწირულს ზურგზე ფეხებით. წარმოუდგენელი კადრები იყო. ამაზე სასტიკე იყო ის რაც მზია ამაღლობელმა გააკეთა. სასაცილოა იმასთან შედარებით, ხო? ასევე ჩვენ მედია ჩეკერმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტის მედია ჩეკერმა უბრალოდ ეს არის გამოცემა, რომელიც ჟურნალისტების შესახებ, მედიის შესახებ წერს უბრალოდ დააჯამა იმ ყველა იმ შემთხვევის შესახებ, თუ 28 ნოემბრიდან დღემდე როგორ სასტიკად მოექცნენ ჟურნალისტებს. 90-ზე მეტი ჟურნალისტია დაშავებული და პუბლიკას ჟურნალისტი გახსოვთ ალბათ ალექსანდრე ქიშელაშვილი, რომელსაც სახის სარეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ წაართვეს ტექნიკა საკმაოდ ძვირადღირებული, არ ვიცი, ჟურნალისტისთვის და ფოტოგრაფისტვის მისი ტექნიკის წართმევა ცემაზე უარესიც შეიძლება იყოს. თუმცა თან ისიც ცემეს და ეს ფაქტიც არ არის გამოძიებული. ამას გარდა ასევე პუბლიკას ჟურნალისტს მინდია გაბაძეს დაესხნენ თავს გამიზნულად პოლიციის თვალწინ და არ მინდა, ანუ ეს სახელები რაც მახსოვს, მაგრამ ბოდის ვუხდი ყველა იმ დაზარალებულ ჟურნალისტს, რომელთა სახელებიც არ მახსოვს და რომელთაც 90-ზე მეტია ეს ადამიანები, ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი ახლა, თუმცა სისტემური ხასიათი აქვს ამ ძალადობას ჟურნალისტებზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ევალება ამ საქმეების გამოძიება,
არ იქნება შეფასება თუ ვიტყვით, უბრალოდ იქნება ფაქტის აღწერა, რომ არაფერს არ აკეთებს ამ საქმეების გამოსაძიებლად. ასევე არ მინდა გამორჩეს ეს კითხვა, გამოკითხეს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და როდის დაიწყებთ გამოძიებას ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია მაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე 4 წუთი უკლია 10 წესით ამ სამსახურმა 10 საათზე უნდა დაიწყოს მუშაობა 4 წუთია ჯერჯერობით სამსახურში არავინ არ მოსულა ყოველ შემთხვევაში დაცვის თანამშრომლების გარდა ჩვენ აქ ვერავის ვერ ვხედავთ გეტყვით რა გუშინ ცხელხაზზე დავრეკეთ და ისე გადავამოწმეთ რომელ საათზე იწყებდა ეს სამსახური მუშაობას და ცხელხაზზე ოპერატორმა 199-ია ცხელი ხაზი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის თუ დაგჭირდებათ სცადეთ და დარეკეთ იმედი მაქვს რომ არ დაგჭირდებათ იმიტომ რომ როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური გჭირდებათ ეს ნიშნავს რომ რაღაც ისეთი ამბავი შეგემთხვათ რომელსაც არასდროს და ვერასდროს ვერ გამოიძიებენ იმიტომ რომ ამის თქმის საფუძველს მაძლევს ყველა ის ფაქტი რომელიც ხდება რომელიც მოხდა და აი ამ კითხვაზე პასუხი რომ არ გვაქვს დღემდე და ამ კითხვაზე პასუხს რომ არ გვცემენ სწორედ ეს გვაძლევს ამის თქმის საშუალებას კიდევ ერთხელ გეტყვით რომ დღეს მე-20 დღეა რაც მზია ამაღლობელი მე-20 დღეა რაც მზია ამაღლობელი შიმშილობს მისი ადვოკატებისგან რა ინფორმაციაც გვაქვს მას გუშინ უკვე ძალიან გაუჭირდა შეხვედრების ოთახში ადვოკატთან შესახვედრად გასვლა ჩვენ ზუსტი სამედიცინო მონაცემები არ გვაქვს სამწუხაროდ ზუსტი სამედიცინო მონაცემები არ გვაქვს თუ რა მდგომარეობაშია ის თუმცა ადვოკატისგან რა ინფორმაციაც ვიცით არის ის რომ მას გამარჯობა თქვენ ბატონი გიორგი ბრძანდებით ხო სწორად ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ ბატონო გიორგი ეს არის ბატონო გიორგი ჩვენი კითხვები და ჩვენ ვითხოვდით თქვენთან თუ შეგიძლიათ აი მითხარით აი ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება როგორც სამსახურმა გააჩერა რელიზი თქვენთვის მობილია და საზოგადოებისთვის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საფუძესო მოქმედებები ქალბატონი მზია საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობაზე მიმდინარეობს დაზარალებულად ცნობას საკითხი ჩვენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციას სტილდება ამიტომზე სხვას ვერაფერს ვერ მოგახსენებ გამოძიების ეს არის ბატონო გიორგი არაადამიანური მოპყრობისა და არაადამიანური გამოძიება როგორც განგიმარტეთ აქტიურ რეჟიმში დანარჩენი დაიკითხა დგებუაძე თუ სურვილი აქვს ქალბატონის ადვოკატებს და უფლებადამცველებს ნებისმიერ არაადამიანურ მოპყრობაზე საქმის მასალების გაცნობით და ჩვენ აღნიშნულს არაადამიანურ მოპყრობაზე ბატონო გიორგი არაადამიანურ მოპყრობაზე დაიკითხა თუ არა დგებუაძე მაინც ვერ მივიღეთ პასუხი კი თქვენ ნახეთ მე მაქსიმალურად ვაცადეთ ეთქვა ის ბატონ გიორგი პერანიძეს რაც გითხრა მე მქონდა მცდელობა ვაჩვენებდი ან თქვენ კადრში ვერ ხედავდით მაგრამ ბატონ გიორგი ამ კითხვას ხედავდა როდის დაიწყებთ გამოძიებას ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე და მან გითხრა რომ გამოძიება მიმდინარეობს და გავიგებთ ამ ინფორმაციას ოღონდ უბრალოდ ამ კონკრეტულ ზოგადი პასუხი გაგვცა და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა თქვენ პირველად გქონდათ დღეს საშუალება მოგესმინათ გიორგი პერანიძისთვის და პირველად გქონდა ჩვენ საშუალება მიუხედავად იმისა რომ არაერთგზის ვცადეთ კომუნიკაცია აქამდე ვერ მოვახერხეთ და შემიძლია გითხრათ რომ ეს არის სახელმწიფო უწყებების მუშაობის სტილი და როგორც ჩანს
ჩვენც მოგვიწევს მუშაობის მეთოდების შეცვლა, აი ასე დილას უნდა დავხვდეთ ხოლმე ალბათ სამსახურში მისულ თანამდებობის პირებს და მათგან არაფრის მთქმელი ინფორმაცია, მაგრამ მაინც რაღაც ამბავი გავიგოთ. ერთ-ერთი ეს არის კითხვები, რომელიც რჩება, რომელზე პასუხებით სამწუხაროდ ისევ ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ კარლო კაჩიტაძის რომ დავხვდეთ, ისიც იგივე ზოგად პასუხს გაგცემს. კი, დავასრულოთ, ჩვენ სამუშაო დღეც იწყება, საკმაოდ მძიმე და რთული დღეები არის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ის ინფორმაცია რასაც მანამდე ვაშუქებდით, ყველაფერი გავაშუქოთ. დღეს 4 საათზე არის მარში დაგეგმილი, ბათუმის სტადიონთან იკრიბებიან და ეს არის მარში სოლიდარობის და პროტესტის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც რეჟიმმა უსამართლოდ და უკანონოდ დაატყვევა. დღეს ჯერჯერობით აქ მშვიდობებით და მოგვიანებით უკვე თუ რა მოხდება და როგორ მოხდება, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბათუმელებსა და net გაზეთზე.